ახლა დარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციით პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან და ამ დროს ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. ივანიშვილის ოცნების კოშკები იმსხვრევა. ოლიგარქს ტრამპის ქება ვეღარ შველის. 20 იანვრიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და ვაშინგტონის ტონი არ იცვლება. სანქციებიც ადგილზეა და პირობებიც. ახალი პრეზიდენტით იმედგაცრუებამ თავი დიდხანს ვერ დამალა და დღეს ივანიშვილის თანაგუნდელების კომენტარებში ამოხეთქა. ოცნებამ დონალდ ტრამპის ღია კრიტიკა დაიწყო. ჩვენ რა თქმა უნდა ცოტა ადრე 3 წლით ადრე დავიწყეთ Deep State-ზე საუბარი მაშინ, როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა ამაზე საუბარს და გულწრფელი ვიქნები, აი გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი ჰქონდა იმის, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეთყოდა ამ ყველაფრისთვის. ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. მაგნიცკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის არ მოუხსნია სანქციებს. ჩვენ ბევრ განცხადებებს ვისმენთ Deep State-თან ბრძოლაში, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ამ განცხადებებში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგების პერსპექტივას ქართული ოცნება ვერ ხედავს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მე არის სხვა ყველაფერი დანარჩენი. თხელი შეტევა ივანიშვილმა წინასწარ დაგეგმა და სასაუბროდ საფუძველი ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილით შექმნა. ეს ოლიგარქთან მჭიდროდ დაახლოებული ფილოსოფოსია. ბევრი ამბობს, რომ მას ასეთ წერილებს კრიტიკულ მომენტში ივანიშვილი აწერინებს და აქვეყნებინებს. ანუ როცა შათირიშვილი წერს, ივანიშვილი ლაპარაკობს. სწორედ ამ წერილში დაიწერა, რომ დონალდ ტრამპი Deep State-ის ნაწილი გახდება და მისი მარცხი გლობალური ომის პარტიასთან ფაქტობრივად გარდაუვალია. ასე შეამზადა ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩეველი წინასწარ ამერიკასთან ურთიერთობის საბოლოო დასასრულისთვის. სინამდვილეში ტრამპი ზუსტად ისევია იძულებული დაექვემდებაროს გლობალურ ომის პარტიას და Deep State-ს, როგორც ბაიდენი. ტრამპის სიტყვები ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას, ისეთივე ფუჭია, როგორც იმის მტკიცება, რომ Deep State-ი თურმე ბაიდენი, ბლინკენი და სალივანი ყოფილან. რეალურად ეს ადამიანები არა მმართველები, არამედ მმართველები და Deep State-ის დაკვეთების უბრალო შემსრულებლები იყვნენ. სინამდვილეში არც არაფერი შეცვლა და ტრამპის ადმინისტრაციის ხელით Deep State-ი ყველა იმ მტრულ საქმიანობას აგრძელებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული. ეს წერილი მას შემდეგ დაიწერა, რაც ქართულ ოცნებას ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ურთიერთობის აღდგენისთვის საჭირო პირობები ელჩის მეშვეობით შემოუთვალა. 2 დღის წინ რობინ დანიგანი ლევან დავითაშვილს შეხვდა. მანამდე იყო დახურული აუდიენცია მაკა ბოჭორიშვილთან და ახლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი განცხადება ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, სადაც ვაშინგტონი მკაფიოდ ამბობს, რომ ოცნებას დემოკრატიულ მანდატს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დევნა და პოლიტპატიმრების არსებობა ვერ მოუტანს. აღმოჩნდა, რომ ტრამპის პირობებშიც ვერ ლაგდებიან, იმიტომ რომ ისეთი წითელი ხაზებია, რომელზეც ამერიკა ვერ დახუჭავს თვალს და ეხლა უკვე სხვა პლასტინკა დადეს, სხვა ფირფიტა გაუშვეს, რაზეც ამბობენ, რომ აიმე თურმე ამერიკაშიც, აი დღეს რაც ვიხილეთ შათირიშვილის წერილში, რომ ამერიკაშიც მაინც Deep State-ი მძლავრობს ამ ეტაპზე. კი ებძვის ტრამპი, მაგრამ ვერ ახერხებს რა. ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ხდება. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მსახურები იყვნენ კომფორტულად. Deep State თუ დაამარცხებს კი არა. Deep State-ი ვერ დაამარცხა ტრამპმა და მეტიც თურმე რომ ტრამპი და ბაიდენი ორივე Deep State-ის წარმომადგენელია. ხო, ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ქართულმა ოცნებამ ის რის მიღწევასაც ცდილობდა, იმაზე ხელი ჩაიქნია. ამერიკა ოცნებისგან ითხოვს ისეთ ნაბიჯებს, რაც შტატებს მიახვედრებს, რომ ივანიშვილს ურთიერთობის აღდგენა სერიოზულად უნდა. ურთიერთობის აღდგენას კი ინტერესების და ღირებულებების თანხვედრა უნდა ახლდეს. ასე ფიქრობენ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ივანიშვილი არც ერთი ამ პირობის შესრულებას არ აპირებს და სწორედ ამიტომ დაიწყო ტრამპის ლამის Deep State-თან გაიგივება. ჩვენ არ ვესწრებოდით ელჩის შეხვედრას ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან, მაგრამ მე მგონი იქ ძალიან ნათლად იყო წარმოდგენილი ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ და ვფიქრობ და ვარაუდობ, რომ ამ ნაბიჯებში აუცილებლად იყო ნახსენები ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება. არადა ოცნების ლიდერები ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ ურთიერთობას ტრამპის გამარჯვება არსებითად შეცვლიდა. შემდეგ კი ამბობდნენ, რომ ეს Deep State-ის დამარცხების შემდეგ მოხდებოდა. ახლა იმედგაცრუებას არც საჯაროდ მალავენ. ივანიშვილის პარტიაში დღეს ისიც აღიარეს, რომ მთავარი ინტერესი სანქციებისგან დახსნა იყო. ის, რასაც ამ დრომდე კატეგორიულად გამორიცხავდნენ, დღეს დადასტურდა, თურმე სანქცია მუშაობს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია Deep State-ის მიერ, მის წინააღმდეგ ეს სანქციები არ შემცირებულა, რაც ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრ კითხვას კი შანსი იწვევს,
არა მხოლოდ ამ დასანქცირების ეტაპისთვის, არამედ დღესაც, როდესაც არ ხდება ამ ყველაფრის უკან წაღება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი მხოლოდ საკუთარი ფინანსური კაპიტალის გადარჩენაა და ამისთვის ის რიტორიკას როგორც და როცა უნდა ისე შეცვლის. მაგალითად, ოლიგარქი წლების წინ დონალდ ტრამპზე არც თუ ისე კარგი წარმოდგენის იყო და მეტიც, სააკაშვილთან ერთად მასაც უარყოფითად მოიხსენიებდა. ტრამპის პროექტის ტრამპს არაფერი ინვესტიცია არ გაუკეთებია საქართველოში, თქვენ შენივრად იცით. გამოიყენეს, თქვა ორიომ კარგი ტრიუკი გააკეთეს, იმას აინტერესებდა რაღაც ფული გადაუხადეს ტრამპს. სააკაშვილი კიდევ როგორც ოსტატის სიცრუის. ამ ფონზე ტრამპის, როგორც მშვიდობის მყოფელის და სამყაროს გადამრჩენელის წარმოჩენა თავიდანვე გულწრფელობისგან დაცლილი ნარატივი იყო. პოლიტიკურ პარტიებში დარწმუნებული არიან, რომ ურთიერთობის დალაგებას ვერ მოახერხებს, რადგან ტრამპის და ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ადამიანის უფლებების დარღვევით შეუძლებელია რაიმე ტიპის რეალური დემოკრატიის ან თანამშრომლობის შექმნა. გამოაგორეს კიდეც ის შათირიშვილი, რომელიც იდგა და ისევ deep state-ზე როშავდა რაღაცებს დასამშვიდებლად ქართული ოცნების ლოიალისტების. საქართველოს მართავს ის deep state და ის მაგიდა, რომელიც არის შექმნილი ბიძინა ივანიშვილის გარშემო და სადაც არიან მე 20-25 კორუმპირებული ოჯახის წარმომადგენლები. ამერიკის პრეზიდენტს საქართველოზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული განცხადება ვაშინგტონის პოზიციას მკაფიოდ აჩვენებს. თუ ოცნებამ ტრამპი საბოლოოდ deep state-ის მორჩილად გამოაცხადა, საინტერესოა შემდეგ როგორ ახსნის deep state-ს, რომელიც ახლა უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს, რა სურს საქართველოსგან.